არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ხო? აი მეორე არჩევნებიც არალეგიტიმური იქნება და ანუ არ არის იმის საშუალება, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს? ხო, არა გვაქვს ამის იმედი, რომ სამართლიანი, იმიტომ რომ წინა არჩევნები ყველა საქართველოში არჩევნება დაკარგა აზრი და ნდობა არალეგიტიმურ არჩევნებში და რუსეთის სპეცოპერაციაში არ მივიღებ მონაწილეობას. საქართველო არის გადასარჩენი გამოფხიზენ და მოვიდნენ აზრზე. რა შემთხვევაში გადარჩება, ანუ რა არის საჭირო ამის? ძალაერთობაშია, მეგობარო. ერთსულოვნებაშია. და არჩევნებია ეს იდეაში ამის საშუალება რომ შეიძლება შეცვალო. ადგილობრივი არჩევნები საერთოდ აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ რა ქვია, საპარლამენტო გაყალბებულია, არალეგიტიმურია გარემო, ყველაფერი და ეხლა საკრებულოში რამდენიმე ადგილის გულისთვის ოპოზიცია ვინც ეხლა ოპოზიციიდან მიიღეს მონაწილეობას აი ამ ადგილობრივ უაზრო არჩევნებში ყველა მოღალატეა. ჩემი პირადი აზრია, შეიძლება არ მეთანხმებოდ.